ძალიან კარგად მოახერხოთ ამ პერიოდში ადაპტაცია და ჩვენი ქვეყნის განვითარება და სასიკეთოდ გამოყენება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც ყველა კარგად იყო, როდესაც ჩვენ გვაქცევდნენ. აი, ყველა კარგად იყო და 90-იანებში საქართველოს იქცეოდა. ახლა ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ რატო ხართ კარგად, რატო არ იქცევით ჩვენთან ერთად. დაიქცეს ის, ვინც იდგა ამ ყველაფრის უკან, გვერდზე, თავში, ბოლოში და შეუძლია 9 მილიარდიან ევროპას დაეხმაროს როგორც სამხედრო რესურსით, ფულადი რესურსით, შეიარაღებული ძალებით, ტექნოლოგიებით, ტექნიკური აღჭურვილობით და ასე შემდეგ. დაეხმაროს, შეუძლიათ. იგივე ეს 46-47 მილიარდი არაფერი არა, რაც ევროკავშირს აქვს გაცემული ეს მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0 რაღაცა, 7 თუ რაღაცა ნაწილია. გაიკრან ევროპელებმა ჯიბეზე ხელი და მოახდინონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დადგა ახლა მსოფლიო ამ რეალობაში, რომ ევროპელებს უკვე აღარავინ არაფერს ეკითხება, ყოველ შემთხვევაში არც რუსეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თავისთავად. მორჩა. ეს მიიყვანა ყველაფერი ბილწმა იდეოლოგიამ, რომელმაც მოახდინა ჯერ შეერთებული შტატების ოკუპაცია, იდეოლოგიურად, შემდეგ ევროპის ოკუპაცია და ახლა ევროპელები რო წევიან და კევიან, რომ ჩვენო რასაც გვეუბნებოდნენ ვაშინგტონიდან ისე ვიქცეოდითო, ახლა ვაშინგტონიდან პასუხობდნენ, კაცო, ბაიდენი თუ იყო თქვენი მასწავლებელიო, თქვენო რაღა ფრიადოსანი მოსწავლეები იყავით, ერთი ოროსანი მოსწავლე ყოფილიყავით, რომელიმე და არ შეგიძლიათ თავი ამ დღეში. ნუ ამ турბულენტობაში ვართ. ახლა ბევრი ვისაუბრე, ვიცი, მესმის. ჩემო კარგებოდა. თუ თქვენ ვინმეს გაქვთ რაიმე კითხვა, იმიტომ რომ შემიძლია ეს საკითხები კიდევ სხვადასხვა მხრივ მოახდინოთ ამ ყველაფერზე საუბარი. მინდა რომ თქვენს აუდიტორიამაც მიიღოთ მონაწილეობა და დამიშვით კითხვები, გამოთქვით ის რის სურვილიც აქვს და ვეცდები რომ გაგცეთ პასუხი. ფაქტი არის, ჩემო კარგო, ფაქტი არის ის, რომ ტრამპი არის ის პიროვნებასაც საერთოდ არ აინტერესებს სხვა ქვეყნებში რა ხდება და სხვისი. მას აქვს თავისი ქვეყნის ინტერესი, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ თავისი, ბიზნესმენია, ხო? მოგებაზე ფიქრობს. ეს აქვს სისხლში. სისხლში აქვს ეს ამ კაცს. და ყველაფერს ფიქრობს იმით, რომ რა სარგებელს მიიღებს აქედან ამერიკა. რაშიც ის სარგებელს ვერ ხედავს. მისი ქვეყნისთვის წამგებიანია, უარს ამბობს ამ ყველაფერზე. აი, ასეთი პიროვნება არის ბიზნესმენი, რომელიც არის პირველი პირი. არ აწუხებს დონალდ ტრამპს ლიბერასტული იდეები 56 გენდერის და ამ მსგავსი რაღაცეების. მით უმეტეს, როცა პირიქით ანგელოზივით ცოლი ყავს და სილამაზის კონკურსი და ქალები ევასება, ეხ პედერასტები არ იზიდავს ამ კაცს. რა ვქნათ ახლა, თუ ბუნებრივადაც ესეთი ბნელი გრუზინია, რომ ქალები ევასება. ქართველებივით. ნორმალური მამაკაცებივით. არ მოიკლავს ის თავს. აი პიდარასტი რო იყო, შეიძლება თავი მოიკლა ამ იდეოლოგიის გამრავლებისთვის. მაგრამ არა, ვერ მოახერხეს ჯერჯერობით. პრეზიდენტად ელჭყპტ-ს დაყენება იმ ქვეყნებიდან განსხვავებით, როგორი ქვეყნებიც ამერიკელების მართვის ქვეშ იყო, იგივე ეს ახლა მაკრონზე ამბობენ, ლატვიის პრეზიდენტზე, ლუქსემბურგის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ ესეთ ადამიანებს ბუნებრივი წყურვილი აქვთ იმ იდეოლოგიის ზეობის. გაცრავად ეთნოსამთავროების დაბრუნება ევროპა გადარჩება, ევროპა არ განადგურდება ახლა როგორც ასეთი, მაგრამ ლიბერალური იდეოლოგიის